რამდენიმე დღის წინ სომხეთმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტს უპასუხა. შემდგომში ქვეყანაში სომხეთ-ევროკავშირის სამიტი ჩატარდა, რომელზეც პრაქტიკულად სომხეთის ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ოფიციალურად გამოხატა. რას ცვლის ეს სამიტები კავკასიაში და როგორია საქართველოს როლი ჩვენი რეგიონის ახალ გადანაწილებაში? მცირდება თუ არა რუსეთის გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში და ვინ მოიგებს სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 2026 წლის ივნისში უნდა ჩატარდეს. პოდკასტ რუკა და ტერიტორიას მე-12 ეპიზოდში ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრთან, გიორგი ტუმასიანთან ვისაუბრეთ. თუ კი უსმენთ ჩვენს პოდკასტს და დაინტერესებული ხართ ჩვენი კონტენტით, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გამოიწეროთ ჩვენი არხი YouTube-ზე, Facebook-ზე, Spotify-ზე და სხვა სოციალურ ქსელებში. მოგესალმებით, ჩვენი პოდკასტის რუკა და ტერიტორიის მე-12 ეპიზოდის სტუმარია ინიციატივა ჯერ საქართველოს წევრი გიორგი ტუმასიანი. ჩვენ მასთან ერთად ვისაუბრებთ სომხეთში ჩატარებულ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და სომხეთის და საქართველოს როლზე ამ გაფართოების პოლიტიკაში და ზოგადად რა შეცვალა ბოლო დღეებმა კავკასიაში და ჩვენი რეგიონის წესრიგში. გიორგი, მოგესალმები. გამარჯობა, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, გიორგი. დავიწყოთ ამ ევროპის პოლიტიკური გაერთიანებით, იმიტომ ეს შედარებით ახალი ფორმატია, ვიცით რომ ეს შეიქმნა საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივით. საერთოდ რა ფორმატია ეს, რატომ არის ის მნიშვნელოვანი და კიდევ უფრო მეტად მაინტერესებს, რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სამიტი ჩატარდა ერევანში. იმიტომ რომ ძალიან ღიად ისაუბრა ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ, რომ 8 წლის წინ აქ არავინ ჩამოვიდოდა, რომ მან პირდაპირ თქვა და ძალიან დიდი კომპლიმენტები მიუძღვნა ნიკოლ ფაშინიანს, მის მიერ გატარებული პოლიტიკის რევოლუციაც ახსენა და თქვა, რომ სომხეთი რუსეთის სატელიტიდან იქცა სხვა ტიპის საგარეო პოლიტიკურ მოთამაშედ. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ეს სამიტი ზოგადად არის მნიშვნელოვანი ფორმატი და ფიქრობ, რომ პოზიტიურია, რომ ჩამოყალიბდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახდა ამის აქტუალურობა. ეს არის პრაქტიკულად მთელი ევროპული კონტინენტის გაერთიანება, გარდა რუსეთის და ბელარუსის, ვინც აქტიურად არის ჩართული უკრაინის წინააღმდეგ ამ ომში. აქედან გამომდინარე, ყველა ქვეყანა არის ჩართული, ვინც მათ შორის არ არის ევროკავშირის წევრი. და ესეთი მაგალითები გაგვაჩნია ხო, თუნდაც ბრიტანეთის შემთხვევა და ასე შემდეგ, მაგრამ ან დემოკრატიულ ნაწილს გულისხმობ, მაგრამ და არის კანდიდატი ქვეყნები და არის ასევე ქვეყნები, ვინც ასე ვთქვათ, შორს არის ევროკავშირის დღის წესრიგისგან, მაგრამ არის აი ევროპული ერთიანი ოჯახის მაინც ნაწილი და ერთიანი პოლიტიკური საზოგადოების ნაწილი, რასაც ქვია. ზუსტად ასეთია, თუნდაც კავკასიის რეგიონში, მართალია საქართველოს უკვე სტატუსი გააჩნია, მაგრამ სომხეთი სწრაფვის იგეთკენ, აზერბაიჯანი საერთოდ არის სწრაფვის, თუმცა აი აზერბაიჯანის თურქეთის ჩართულობაც და ესე იგი ბალკანეთის ქვეყნების ჩართულობაც ხელს უწყობს იმას, რომ უფრო ინკლუზიური იყოს მსჯელობა პანევროპულ საკითხებზე და პროცესებზე და რა თქმა უნდა ამ სამიტის გამართვა სომხეთში ჰქონდა ორი განზომილება. ერთი რომ ეს არის კონკრეტული შედეგი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის, იმიტომ რომ აზერბაიჯანმაც მხარი დაუჭირა სომხეთის კანდიდატობას, რომ მიიღოს ეს სამიტი, ისევე როგორც სომხეთმა მხარი დაუჭირა და 2028 წელს გაიმართება აზერბაიჯანში, მაგრამ მეორე მდგენელი არის შიდა სომხეთის პროცესები. ეს არის კანონი, რომელიც სომხეთმა მიიღო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ეს არის დემოკრატიული ცვლილებები, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს და ცხადია მათ შორის წინასაარჩევნო გარემო, რადგანაც აგერ სამიტი დასრულდა და იწყება წინასაარჩევნო კამპანია, ერთ თვეში არის არჩევნები. და აქვე მინდა გკითხო, ამ სამიტის ფარგლებში გაკეთებულ რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებაზე დავის მაკრონი ვახსენე და პირველ რიგში ალბათ ეს განცხადება იყო გამოსარჩევი, მეორე ალბათ გამორჩეული იყო ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ერევანში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რაღაც იმპულსები იყო პროუკრაინული, მაინც სომხეთის პოლიტიკა ფრთხილია, ხო, ამ რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე მოგეხსენება
მოიხსენება ჩვენს პანელს, სომხეთი არის ფორმალურად მაინც ოდკბ-ს წევრი, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად წევრობა შეჩერებული აქვს, არის ევრაზიული კავშირის წევრი და ვიცით, რომ ზელენსკის ვიზიტს ერევანში ნამდვილად არ ექნება პოზიტიური გამოხმაურება რუსეთის მხრიდან, ხო? აი ამ კონტექსტში მინდა გითხო, რა იყო რუსეთის რეაქცია ზელენსკის ვიზიტზეც, ამ სამიტზეც და ხო არელი რამე ნაბიჯებს საპასუხოს რუსეთისგან წინასაარჩევნოდ ამ მიმართულებით. რუსეთისგან ნაბიჯები ისედაც იგეგმებოდა, ცხადია ეს გამოყენებული იქნება როგორც ტრიგერი, უკვე ვნახეთ არაერთი განცხადება, თუნდაც მათი პროპაგანდისტების დმიტრი მედვედევმა, ასევე ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა, რომ ორი რუსოფობიო ინგლისურად საუბრობდა მიმართეს ფაშინიანს და ზელენსკის, გასაგებია სრული მათი ლოგიკა და ნარატივები, ძალიან აგრესიული რიტორიკა, აბა რა ენაზე უნდა ესაუბრათ. ზელენსკი ცხადია არის სრულად და რუსულად საუბარს და ბუნებრივია, რომ ფაშინიანი საერთაშორისო ენას აირჩევდა ამ შემთხვევაში, ასე რომ აი სრულად არარელევანტური მათ შორის მიზანშედეგობრივი პროცესები მოყავთ. ისევე როგორც ის ფაქტი, რომ სომხეთს და უკრაინას დიდი ხნის ურთიერთობები გააჩნიათ, იქ არის საკმაოდ დიდი სომხური თემი და შესაბამისად ამ კავშირების უარყოფა არანაირ ლოგიკაში არ ჩნდება. ამიტომ ეს ვიზიტი ზელენსკის ცხადია არის ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, თუმცა ასევე პირდაპირ ვთქვათ, რომ სომხეთს სხვა გამოსავალი არც ჰქონდა დაპატიჟების გარდა, იმიტომ რომ ამ სამიტის ნაწილია და ეს არ იყო მაინც და მაინც სომხეთის რეალურად რუსეთის წინააღმდეგ ნაბიჯი, იმიტომ რომ მართლაც ცდილობენ დააბალანსონ ისედაც სომხეთი საკუთარი გაჭირვება ყოფნის, ასე ვთქვათ, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც არის. აღსანიშნავი არის თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ალიევის ონლაინ ჩართვაც და ეს რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ სომხეთი მართლაც ცდილობს ყველა ქვეყანასთან ურთიერთობის დაბალანსებას. მე ვფიქრობ, რომ ნაბიჯები იქნება რუსეთთანაც, რომ არ იყოს თულად დაძაბული ეს ურთიერთობები და გამარჯვების შემდეგ ფაშინიანი ჩავა ისევ მოსკოვში, რაზეც იყო საუბარი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ რუსეთს უნდა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისეთი ზეწოლის განხორციელება, რომ აიძულოს სომეხ ამომრჩეველს ხმა მისცეს რუსეთისთვის ფავორიტ ძალებს, ასე რომ მე ველოდები სერიოზულ პრინციპში ეკონომიკურ წნეხს ამ მომდევნო ერთი თვის განმავლობაში. დავამატებ იმას, რომ თურქეთთან საინტერესო შეთანხმება მოხდა ხიდის აღდგენაზე, ანისის თუ ანის, არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა. და პრინციპში შეიძლება ეს ისედაც ვიცოდით და კიდევ ერთხელ გაიმეორა თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა პრაქტიკულად ამ ორი ქვეყნის ურთიერთობის ნორმალიზებას, დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებას, საზღვრის გახსნას და მე მგონი საზღვრო პუნქტები უკვე აღდგენილია და რეაბილიტირებულია, გახსნა არის დარჩენილი, წინ უდგას მხოლოდ აზერბაიჯანის ვეტო, რომელიც ბლოკავს ამ პროცესის პოზიტიურად დასრულებას, ვიდრე სომხეთი არ შეასრულებს მის ყველა მოთხოვნას და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არ მოხდება ურთიერთობების ნორმალიზება. მაგრამ მიუხედავად ამისა, თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩავიდა ერევანში ვიცე-პრეზიდენტი, თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია. მეორე საინტერესო რაც იყო, არის ფაშინიანის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ რაც შენახსენე, ხო, სომხეთმა აზერბაიჯანმა დაუჭირა მხარი, რომ სომხეთში ჩატარებულიყო ეს სამიტი და სომხეთმაც დაუჭირა, რომ შემდგომ წლებში აზერბაიჯანში უნდა ჩატარდეს და მან იმედი გამოთქვა, რომ ის ბაქოს ეწევა ასეთი შესაძლებლობა თუ იქნება, რაც საინტერესოა, რა თქმა უნდა, ეს განცხადება და იმედია იქამდე ვიდრე ეს სამიტი ჩატარდება, უკვე სამშვიდობო პროცესი დასრულებული იქნება და მართლაც ისტორიული მოვლენა იქნება, როდესაც ნიკოლ ფაშინიანი ბაქოში ჩავა თუ ეს მოხდა. კი, ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ რეალისტური სცენარია, იქიდან გამომდინარე, რომ გამარჯვების შემთხვევაში რისი ალბათობა არის ძალიან დიდი, უკვე გასაგებია წინასწარ რა სცენარს მივყვებით, კონსტიტუციის განახლება, ცვლილება, რომელიც თან ამოიღებს იმ წინაღობას, რომელიც იქ ფორმალურად არის და ამის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმების დადება, უკვე აზერბაიჯანთან, თურქეთთან საზღვრების გახსნა. ამის შემდეგ ვიზიტებიც გახდება გაცლებთ უფრო ნორმალური პროცესი და ვფიქრობ, რომ ეს პერსპექტივა ზოგადად სამხრეთ კავკასიის რეგიონსაც შეცვლის, ისევე როგორც პრინციპში მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცესაც გარკვეულწილად ახალ დინამიკას მოუტანს. ამის ფონზე ცხადია საქართველოს როლი და პროცესები საქართველოში განსაკუთრებით საინტერესოა,
მაგრამ ჩვენ ამ ყველაფრის გარკვეულწილად გეოპოლიტიკურად მიღმა ვრჩებით და ეს ყველაფერი სხვაგან მიმდინარეობს. ვიდრე ამაზე გადავალთ ჩვენი მსმენელისთვის და მაყურებლებისთვის დავაზუსტებ, რომ აზერბაიჯანის ულტიმატუმია კონსტიტუციის პრეამბულაში აღარ იყოს ნახსენები დამოუკიდებლობის დეკლარაცია სომხეთის, რომელშიც საუბარია ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანებაზე დაახლოებით მე მგონი ამას ეფუძნება და ეს არის ერთ-ერთი ბოლო წინაღობა, რომელიც დარჩა იქამდე, რომ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება მოხდეს. შემდეგ შეკითხვა რაც მაქვს ეხება უკვე მეორე დღეს ამ სამიტის, იმიტომ რომ გაიმართა სომხეთ-ევროკავშირის ერთობლივი სამიტიც. და ეხლა ამ 4 დღესთან ახლდა მუდმივი ემოციები საქართველოს სოციალურ ქსელებში, რომ აი სომხეთმა ჩაგვანაცვლა, მთავარი ვარსკვლავია დღეს კავკასიის სომხეთი და ევროპული ინტეგრაციის გზაზეც ჩვენზე წინ არის. მე მინდა ცოტა ობიექტურად და რაციონალურად შევაფასოთ, აი ეტაპებს რო შევხედოთ, ხო? ანუ არის ეტაპი ასოცირება, ვიზა ლიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, ასე შემდეგ კიდე ამ სამი რაღაცის მიღმა უამრავი მიმართულებით არის კანონმდებლობის ჰარმონიზება საჭირო, რასაც წლები სჭირდება, ხო, ვიდრე რაღაც ეტაპამდე მიხვალ ჯერ კანდიდატობამდე მე მოლაპარაკებების გახსნაზე და ბოლოს უკვე წევრობა, ხო? აი სად იმყოფება დღეს სომხეთი, ეს მინდა გკითხო და რა ვადებთან და დროსთან არის შენი აზრით დაკავშირებული ერთის მხრივ ამის გავლა და მეორეს მხრივ ასევე უნდა გავიხსენოთ პუტინის და ფანჩინიანის შეხვედრა, სადაც პუტინმა მას უთხრა, რომ ევროკავშირის წევრობა და ევრაზიული კავშირის წევრობა ერთმანეთთან არის შეუთავსებელი. ეს კონტექსტიც რო დაგვანახო და სად არის ჯერ ამ ევროპულ გზაზე სომხეთი დღეს? სომხეთი ამ ევროპულ გზაზე არის პოლიტიკური ნების ეტაპზე. რეალ პოლიტიკურად შევაფასებთ. ეს არის უბრალოდ პოლიტიკური ნება. ვიზა ლიბერალიზაცია კი ბატონო, აგერ შეთანხმდნენ და მალე იქნება როგორც კი პასპორტებს ჩაანაცვლებენ. ასოციაციის შეთანხმება ამ მომენტში არ დგას დღის წესრიგში. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაც არ არის, იმიტომ რომ ევრაზიული კავშირის წევრობა ამას გამორიცხავს. ევრაზიული კავშირიდან გამოსვლა რეალურად სომხეთს უნდა და შეუძლია, მაგრამ არის ერთი პრობლემა. და ამ ერთ პრობლემას ჰქვია ქართული ოცნება. იმიტომ რომ 2024 წლის 5 აპრილს ბრიუსელში შედგა სამხრივი შეხვედრა სომხეთის, ევროკავშირის და შეერთებული შტატების. და იქ არის კომუნიკე მიღებული, რომელშიც წერია, რომ საქართველოს გავლით, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის, ჩვენ ვუზრუნველყავთ სომხური ეკონომიკის დივერსიფიცირებას. რაც იმას ნიშნავს, რომ რეალურად რუსეთისგან დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყოფილიყო საქართველოს გავლით. ამის შემდეგ, ამის ნაცვლად, საქართველომ დაიწყო სომხეთის მაქსიმალურად შეზღუდვა. ჯერ ეს იყო ფრანგული იარაღის ტრანსპორტირების შეზღუდვა, რომელიც წინააღმდეგობაშია ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასთან, რომ მიზეზი ამისთვის არ გაგვაჩნია. მეორე მხრივ ეს არის დე-ფაქტო სხვადასხვა მიმართულებით ბლოკადა ან შეზღუდვები ეკონომიკური. მოკლედ სომხეთის ეკონომიკის დივერსიფიცირება ევროკავშირთან არ გამოვიდა. ასე რომ დღეს ევრაზიული კავშირიდან გამოსვლა არის თვითმკვლელობა პრაქტიკულად. და როდესაც ერთი მხრივ საქართველო ამდენად პრორუსულ პოლიტიკას ატარებს და მეორე მხრივ თურქეთთან საზღვარი დაკეტილია, ევროკავშირთან ინტეგრაცია არის პოლიტიკური ნება მხოლოდ და არა რაიმე ინსტიტუციონალური სისტემა ამ მომენტისთვის. ერთადერთი ვითარება შეიძლება, როდესაც გაიხსნება თურქეთთან საზღვარი და ამისთვის გზა არის გასასვლელი, წეგან ვისაუბრეთ ამაზე. და მეორე მხრივ საქართველო. იმიტომ რომ თურქეთის გავლით ინტეგრაცია მაინც შეუძლებელია. ეს არის მაქსიმუმ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ პოლიტიკური ინტეგრაციისთვის საქართველოსთან ერთად უნდა მოხდეს ეს. და რატო გამოხვიდა ევრაზიული კავშირიდან და დაინგრება შენი ეკონომიკა, მაგრამ ევროპასთან კავშირი არ გაგაჩნია, რომ ჩაანაცვლო და ამის სანაცვლოდ შენ მაინც ინტეგრაციას ვერ შეძლებ. ანუ ეს არის სუფთა პრაგმატული მდგომარეობა ახლა, რაც ფაშინიანმა ღია თქვა, რომ სანამ ესე იგი თავსებადია ეს ჩვენ გავაგრძელებთ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას, პოლიტიკურ დაახლოებას, მაგრამ ევრაზიულ კავშირში ყოფნას, დივერსიფიცირებას, მაგრამ როგორც კი ვითარება შეიძლება მე გადავწყვეტს. და ეს ვითარების შეცვლა გულისხმობს მათ შორის თურქეთთან საზღვრის გახსნას და გულისხმობს საქართველოში ვითარების შეცვლას, იმიტომ რომ ფაშინიანმა ღია თქვა თბილისში რომ იყო
რომ საქართველოს უსურვებს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და ნეტა ვისგან პაპუაშვილს თუ დავუჯერებთ, კაცო, ესეთი დამოუკიდებლები არასდროს ყოფილა, ხო? და მე წავიდა სტრასბურგში ევროპარლამენტის ხდომაზე, ანუ პაპუაშვილის ლოგიკით deep state-თან წავიდა და თქვა, რომ კაცო, საქართველოს რამე ქენით, არ ვიცი, დაელაპარაკეთ, ან კონკრეტულად არ თქვა, მე ხავ თარგმნით ცხადია, ცოტა ვუტრიდებ, მაგრამ რამე ქენით, იმიტომ რომ თუ თქვენ რეალურად გინდათ გზა გაგვიხსნათ, რანაირად არ არსებობს გეოპოლიტიკურად კუნძული ზღვის გარეშე, რომელიც ევროინტეგრაციას ახორციელებს და სომხეთს ზღვა არ გააჩნია, მაგრამ დემოკრატიის მიმართულებით კუნძულის სტატუსი უფრო გააჩნია, იმიტომ რომ აზერბაიჯანი, ირანი და თურქეთი გასაგებია და საქართველოს პრინციპში ქართულ მაყურებელს ეს კითხვა არც უნდა დაუსვათ, იმიტომ რომ ბოლო წლებია მარტო ამაზე ვსჯელობთ შიდა პოლიტიკურად და შესაბამისად ესეთი კუნძული, რომელიც კავშირში არ არის ევროპასთან, რანაირად უნდა კონდეს მას რეგიონის მიღმა პოლიტიკა. ამიტომაც მე პირდაპირ ვიტყვი, რომ რუსეთმა რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით ორი სახელმწიფოს ბედი გადაწყვიტა მარტივად, მაგრამ არ ყოფნის ეს რა თქმა უნდა და სომხეთში ძალიან უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება. და ამისთვის ყავს იქ მეორე რუსი ოლიგარქი. კი, ვიდრე ამაზე გადავალთ. მოსკოვში ფაშინიანის ვიზიტი ერთხელ უკვე ვახსენე და ამ ვიზიტის შემდეგ იყო რუსეთის ვიცე-პრემიერის ოვერჩუკის ძალიან გრძელი ინტერვიუ, სადაც მან ესე დეტალურად ჩამოთვალა პუნქტობრივად რა მიმართულებებითაა დამოკიდებული სომხეთი რუსეთზე. და ეს უბრალოდ კი არ ჩამოთვალა. ეს იყო მუქარის ინტერვიუ, სადაც გაცხადდა, რომ ჩვენ თქვენზე ბევრი ბერკეტები გვაქვს და თუ ჭკვიანად არ მოიქცევით, ამ ბერკეტებს გამოვიყენებთ. პირველ რიგში მინდა გკითხო, ხო იმ ვიზიტის და ამ ინტერვიუს შემდეგ, ხო არ აუმოქმედებია რუსეთს ამ ბერკეტებიდან და მეორე, აი ამ ყველაფრის ფონზე, რასაც შენ ამბობ, ხო უნდა იმუშაოს უფრო მეტი, განსაკუთრებით არჩევნების შემდეგ სომხეთის ხელისუფლებამ, როცა უკვე თურქეთი გაიხსნება, მე ევროკავშირთან დაახლოებას უფრო გამარტივდება, რომ მაქსიმალურად შემცირდეს რუსეთზე დამოკიდებულება ეკონომიკური, რაც მერე მას უფრო თამამი საგარეო პოლიტიკის გატარების საშუალებას მისცემს. პირველ რიგში აქ უნდა ვთქვათ, რომ მარტო ოვერჩუკმა არა პრინციპში პუტინმაც ჩამოთვალა ეს მთელი სია რა შეიძლება იყოს გამოყენებული სომხეთის წინააღმდეგ, ლოგიკურია ეს ყველაფერი. და საკმაოდ მუქარანარევი ტონი იყო რეალურად. მეორე მხრივ უკვე დაიწყო გამოყენება, ისედაც თვეების განმავლობაში ხან თბილისი, ხან მოსკოვი ბლოკავენ ერთი და იგივე ტიპის პროდუქციას, მაგალითად ყვავილებს, რომელიც მსხვილი ბიზნესი არის. სომხეთისთვის, მათ შორის თევზეულს, მათ შორის თამბაქოს, მინერალურ წყალზე იყო ასე. ეხლა დაიწყო 2 წლის წინ ვიღაც გარდაიცვალა რუსეთში ერთი ადამიანი, ვითომ დალია ჯერმუკი, ეს არის სომხური მინერალური წყარი ჩრდილოეთ ოსეთში და იქ საკმაოდ ზოგადად მიღებულია გაყალბება ყველანაირი პროდუქციის, მათ შორის ბორჯომსაც აყალბებდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ 2 წლის შედეგად ღვინოაც თავად ეხლა ქართული ფალსიფიცირებული ღვინო რუსეთში ცნობილია. მაგას ვამბობ და ასე რომ 2 წლის შემდეგ 2 წლის წინ გარდაცვლილი ადამიანის გამო ეხლა რომ აკრძალა ჯერმუკის გაყიდვას, იმდენად სასაცილოდ გამოიყურება ეს ყველაფერი, რომ არც ცდილობენ დამალვას და არც აინტერესებთ სომხური საზოგადოების მართლა განწყობა. და ამათ ეშლებათ ერთი მარტივი რაღაცა, რომ ფაშინიანის მხარდაჭერა კი არ დგას იმაზე, რომ ფაშინიანი რაიმე დასავლური მხარდაჭერით აკეთებს ამას. ხალხი თვითონ ხედავს. თან სომხური საზოგადოება ძალიან პრორუსული იყო. და იცი, ესეთი ცნება არსებობს ალბათ პოლიტიკაშიც, რომ რაც უფრო მეტად, ასე ვთქვათ, პირობითად მოყვარული ხარ, გიყვარს ვიღაცა ან მხარს უჭერ, მე შეიძლება ზუსტად იგივე ლოგიკით ყველაზე აგრესიული და ყველაზე უკმაყოფილო გახდე, როდესაც მართლა დაინახავ მის სახეს. ასე რომ აი დატრიალდა სიტუაცია სრულად ამ მიმართულებით და აი რაც უფრო პრორუსული იყო სომხური საზოგადოება, მით უფრო ანტირუსული გახდა დღეს და მე როცა დღეს ვადარებ მაგალითად ქართულ და სომხურ საზოგადოებას გეტყვი, რომ ჩემი განცდით ცხადია ის ხარისხსაც გულისხმობს და გარკვეულ რაოდენობასაც, მაგრამ დღეს სომხეთი გაცილებით უფრო ანტირუსულია, იმიტომ რომ ვერ მიიღეს ის, რაც დაინახეს. მთელი პარადიგმა იყო აშენებული იმაზე, რომ
რუსეთის საჭირო მომენტში უბრალოდ გვერდში დაგვიდგებაო და აღმოჩნდა რომ ეგ საჭირო მომენტი დადგა და რუსეთი აი საკმაოდ ღიად რუსეთმა ბევრჯერ და მრავალჯერ უღალატა სომხეთს და ანუ ამის შემდეგ უბრალოდ მე ვფიქრობ რომ პრორუსული განწყობები სომხეთში განწირულია რეალურად როგორც ასეთი. მეორეა ხო დღეს ქონდა სხვათა შორის ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის ალენ სიმონიანს რომელმაც თქვა რომ ჩვენ დაჩოქილ მდგომარეობაში ვიყავით საგარეო პოლიტიკურად რუსეთის მიმართ და ჩვენ ამის შემდეგ ჩვენი ხელისუფლება როგორც ის ამბობს არავის არ დაუჩუქებს და არც რუსეთის მიმართ ვიქნებით დაჩოქილი და არც საფრანგეთი თუ ვაპირებთ რუსეთის ჩანაცვლებას. სიმონიანმა თქვა რომ არ ვაპირებთ საფრანგეთის ჩანაცვლებას რუსეთისო და ეს ყველაფერი ალბათ უკავშირდება ჯერ 2020 წლის ყარაბაღის ომს, როდესაც არანაირი დახმარება მიუღია რუსეთისგან სომხეთს. მერე უკვე იყო ინციდენტი, როდესაც თავადაც სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა აზერბაიჯანის არმია და მერე იყო 2023 წელი, როდესაც საერთოდ მთელი ყარაბაღი დაიკავა აზერბაიჯანმა და 120,000 ადამიანი იქიდან გამოიდევნა თუ არ ვიცი რა უნდა ვთქვათ ამასთან დაკავშირებით. ნებისმიერ შემთხვევაში და ამის მე დაინგრა ეს პარადიგმა რაც ჩვენ ახსენე რომ ჩვენ ყველაფერს ვაბარებთ რუსეთს, ეკონომიკაც მაგათ, სტრატეგიული ობიექტები მაგათ, ყველაფერი რუსეთს, ოღონდ ის უზრუნველყოფს ჩვენ უსაფრთხოებას. ყველაფერი ჩააბარეს, მაგრამ რუსეთმა მათი უსაფრთხოება აუზრუნველყო და ამის შემდეგ დაიწყო უკვე ეს პოლიტიკა, რომელსაც ამას პროტასავლოს უწოდებს თუ უფრო სუვერენიტეტის გამტკიცების და ბალანსის რომ რუსეთის გავლენა შემცირდეს ნებისმიერ შემთხვევაში თავარი არის აქ ის რომ მოსკოვისგან დისტანცირდება, იმიტომ რომ ის თავის პირობებს არ ასრულებს, ვალდებულებებს არ ასრულებს და როცა გჭირდება შემგვერდით არ დგას და ამის შემდეგ უკვე ეს სადამდე მიგვიყვანს, ამის პროგნოზირება რა თქმა უნდა დღეს ძალიან რთულია. ერთი კითხვა რაც მინდა დაგისვარეს ის რომ შენ ახსენე წინა საარჩევნო პერიოდში ბერკეტების გამოყენება რუსეთის მხრიდან. მაგრამ თუ არჩევნები ესე დამთავრდა, როგორც კვლევები ვარაუდობს და კვლევების თანახმად ძალიან მცირე შანსია რომ ფაშინიანმა წააგოს ხო ეს არჩევნები პრაქტიკულად გამორიცხულია. ამის შემდეგ ამ ახალ რეალობას როგორ შეეგუება რუსეთი? უბრალოდ შეეგუება თუ არა, თუ მერე უფრო მეტი საფრთხე არსებობს აი ამ ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედების. იმასაც დავამატებ, რომ ეკონომიკურ ბერკეტებზე რო ვსაუბრობთ, ესეც უცნაურია, იმიტომ რომ დავუშვათ 10 წლის წინ რუსეთს არ ჭირდებოდა არც სომხეთთან და არც აზერბაიჯანთან ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება, იმიტომ რომ ის ბერკეტი იყო გაყინული კონფლიქტი, რომელშიც ხან ეს დაეხმარებოდა უფრო მეტად, ხან მეორეს, ან მოლაპარაკებებში ვინმესთვის სასარგებლო რაღაც გამოსავალს შესთავაზებდა და ასე შემდეგ. ეს ბერკეტი უკვე დაკარგა. დარჩა ეხლა ეს ეკონომიკურები. აი ამ მიმართულებით რასელი, როცა არჩევნები დასრულდება და ეს რეალობა უკვე ფაქტი იქნება, ხოლო შემდეგი 4 წელი ეს ხალხი რჩება ხელისუფლებაში. 5 წელი. 5 წელი. კი ბატონო. და მე ველოდები რომ არჩევნების შემდეგ იქნება რა თქმა უნდა ეკონომიკური ზეწოლა და შეიძლება არანაკლები ან უფრო მასშტაბურიც კი. თუმცა მე უფრო მყარად იქნება ხელისუფლება. წინასაარჩევნო გარემოში შეიძლება რაღაც ცვლილებები მოხდეს მაგ ზეწოლის შედეგად და პოსტსაარჩევნოში რეალურად მხარდაჭერაზე არის დამოკიდებული. ანუ უკვე სომხეთი პოლიტიკას აღარ შეცვლის და ამ ნებისმიერ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან ექნება მხოლოდ და მხოლოდ სომხეთთან კავშირების შემცირების შედეგი და არა რაიმე სხვა. უბრალოდ მთავარი კითხვა არის რა ხერხებით იპოვის ალტერნატივებს სომხეთი. სომხეთისთვის მთავარი პრიორიტეტი არის აზერბაიჯანთან და თურქეთთან საზღვრის გახსნა და აქ ჩვენ ასევე საკუთარ თავს კითხვა უნდა დავუსვათ და სად არის აქ საქართველო. იმიტომ რომ რატო არ მიუხედავად იმისა რომ ოფიციალურად ურთიერთობები გეგონება სტაბილურია, რატომ არის ასეთი პროცესები, ასეთი მიდრეკილება, იმიტომ ხომ არა რომ საქართველო დღეს რუსეთის პროქსი ძალად აღიქმება რეგიონში, იმიტომ ხომ არა რომ საქართველოს სანდო პრაქტიკულად არც სომხეთისთვის გამოდის და არც აზერბაიჯანისთვის. აბა აზერბაიჯანი რატო განიხილავს სომხეთის გავლით მაგალითად ნავთობსადენის ან გაზსადენის მშენებლობას, როდესაც ესეთი სტრატეგიული ობიექტი შეიძლება მარტო საქართველოზე ააშენოს, თქვას რომ მე არ მაინტერესებს, რაც არ უნდა ნორმალური ურთიერთობები გქონდეს სომხეთთან, პირობითად სტრატეგიული ობიექტები არ მჭირდება იქ, მაგრამ მიზეზი არის მარტივი. იმიტომ რომ საქართველოში დღეს არის არა ქართული ხელისუფლება, არამედ რუსული მინიმუმ რბილად რო ვთქვათ, გავლენების ქვეშ მყოფი ხელისუფლება
ან სულაც ბოლო ასე ვთქვათ ქმედებები გვაჩვენებენ რომ ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი რუსეთიდან რაც რეალურად საქართველოს ხდის არასანდოს ყველა მეზობლისთვის გეოპოლიტიკურად გავდივართ რეგიონიდან და სომხეთიც პრაგმატულად არა კარგი ცხოვრებიდან ასე ვთქვათ გამომდინარე იწყებს ალტერნატივების პოვნას მათ შორის და აქ არის თანხwebdriver მე ამაზე ღიად საუბრობ სომხეთის და აზერბაიჯანის ინტერესის რომ გვერდი აუარონ საქართველოს თურქეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ერთობლივი ინტერესი რომ გვერდი აუარონ საქართველოს ამას პირდაპირ არავინ არ გვეტყვის საქართველოს მოსახლეობას გზნობთ ამდენიმე წელიწადში. ხო, არავინ არ გვეტყვის, რომ იცით, ჩვენ ეს რამე გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ თქვენი ხელისუფლება არა. დიპლომატიაში რამე მიღებული არ არის, მაგრამ მეორე მხრივ ამას ვიგრძნობთ და ვგრძნობთ უკვე ჩემი აზრით. ჩვენს ჯიბეებზე მე სრულად და ღიად ვამბობ, რომ ეს არის რიგითი მოქალაქის კეთილდღეობის ნაწილი. და ამის გარეშე ამ სუვერენიტეტის ამ სწორი საგარეო პოლიტიკის გარეშე ნიშნავს იმას რომ ჩვენ დავრჩებით ამ პროცესების მიღმა თან ტრანზიტი არის ერთი მდგენელი რომელსაც კარგავთ რეალურად რაც არ უნდა ქართულმა ოცნებამ თქვას რომ ჩვენ უალტერნატივო ვართ ეგეთი რამე არ არსებობს გეოგრაფიულადაც კი რაიმე განსაკუთრებული რაც უალტერნატივოს გაგხვდის არ არის თუ სომხეთში პირობითად კონფლიქტი იქნებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის, მაშინ კი, ანუ ჩვენ ვიყავით უალტერნატივო, მაგრამ აღარ ვართ უალტერნატივო. და ეხლა უნდა შევთავაზოთ რაიმე, რომ ვიყოთ კონკურენტუნარიანი და არც ანაკლიის სპორტი გაგვაჩნია, უკვე რომ შევთავაზოთ. და არც პოლიტიკური სტაბილურობა. მეორე მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, ინვესტიციების საკითხი. ევროკავშირი აგერ აზერბაიჯანში მწვანე ენერგეტიკაში ინვესტიციებს. ფაშინავად თქვა, ჩვენც გვჭირდება ენერგეტიკული დამოუკიდებლობა და უსაზღვრო წყარო გაგვაჩნიაო მზე და მზის ენერგეტიკაზე აკეთებს მთავარ აქცენტს და ამას ემატება ხელოვნურ ინტელექტშიც ინვესტიციები და ასე შემდეგ. ანუ ეს არის სტრატეგიული პროცესი, რომელიც ამ მოქალაქეებს, ამ ქვეყნების მოქალაქეებს გააძლიერებს, თუნდაც დროებითი სირთულეებით რუსული სანქციების ფონზე და ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება დროებითი სტაბილურობა გქონდეს საქართველოში, მაგრამ გრძელვადიანად ამის ზიანს მე ვფიქრობ რომ ჩვენი მოქალაქეები იგრძნობენ რაც არის ძალიან ცუდი. და ბოლო კითხვა რომელიც მინდა გიორგი შენ დაგისვა ეხება რა თქმა უნდა მაკრონის ამ ძალიან შთამბეჭ და ვიზიტს სომხეთში და ზოგადად იმ განსაკუთრებულ ურთიერთობებს რომელიც საფრანგეთს და სომხეთს გააჩნიათ ამაში რა თქმა უნდა თავისი როლი აქვს იმ უზარმაზარ დიასპორას რომელიც ცხოვრობს საფრანგეთში მინდა გკითხო ბოლო პერიოდში რამდენად განვითარდა დაბალ დონეზე რაზუს არ ყოფილა მაგრამ რა შეიცვალა ამ ურთიერთობებში და ამ მიმართულებით განვითარდა შენ უკვე ახსენე სამხედრო თანამშრომლობა ამ ქვეყანას შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც ის კომპლიმენტები რომლებიც მაკრონმა ფაშინიანის მიმართ თქვა რომელსაც მთელი მსოფლიო უსმენდა ამ სამიტს და მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იყო ერევანი ეს სამხედრო თანამშრომლობაზე მინდა გკითხო და რა შეუძლია საფრანგეთს გააკეთოს კავკასიაში რუსეთის დაბალანსების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, საფრანგეთისთვის პირველ რიგში ეს არის ისტორიული ხალხთა შორის კავშირები დიასპორას თავისი როლი გააჩნია, თუმცა არის პრაგმატული გეოპოლიტიკური კავშირებიც. საფრანგეთი არის ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო ევროკავშირში და ევროკავშირის აქ ყოფნა სომხეთის ევროინტეგრაციაც მიმართულია მათ შორის, მოდი პირდაპირ თქვა, ეს რეგიონი არის რუსეთის, ირანის და თურქული ქვეყნების ეპიცენტრში პრაქტიკულად. მათ შორის ყარაბაღის საკითხის ასე მოგვარება და აქ შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ, ხო, როგორც საერთაშორისო სამართალზე ასევე შეგვიძლია ვიმსჯელოთ ჰუმანიტარულ საკითხებზე და ასე შემდეგ, მაგრამ ამაზე საერთაშორისო საზოგადოების გარკვეულწილად თანხმობა ეხლა რაც მოხდა კონსენსუსი გამომდინარეობს კიდევ ერთი კონსენსუსიდან რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა წითელი ხაზია და საფრანგეთი როგორც ბირთვული სახელმწიფო ერთ-ერთი მთავარი შეიარაღებული ძალების მქონე გაეროს უშიშროების საბჭოს მინსკის ჯგუფის ყარაბაღის აგზერო იყო პასუხისმგებელი თანათავმჯდომარე რეალურად ამით მართალია აქ ღიად არ იყო სტრატეგიული პარტნიორობა სამხედრო თანამშრომლობა მაგრამ ღიად გარანტიების გაცემა არ ხდება მაგრამ პრაქტიკულად თავისი არსით ეს გარკვეული არაპირდაპირი გარანტიებია გენოციდის მემორიალსაც ესტუმრა და ასე შემდეგ ხო პატივი მიაგო მაკრონმა ანუ
ჩვენ ვხედავთ, რომ საფრანგეთი აჩვენებს, რომ ევროკავშირი პლუს საფრანგეთი განსაკუთრებით სომხეთის გვერდით არის და არ დაუშვებს, თან ხელი მოაწერეს ახლა შეთანხმებებს, მათ შორის სიუნიქის რეგიონში 8 კილომეტრიანი ტუნელის მშენებლობის საფრანგეთთან ერთად. ანუ აქ არის კონკრეტული ნაბიჯები, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა იჩქვეშ არ დგას და ეს არის ასევე არა მარტო სომხეთის საკითხი. საკონსულოს გახსნეს, ხო? კი ბატონო, საკონსულოს. ეს არის არა მხოლოდ სომხეთის საკითხი. ანუ ტრანზიტი, რომელიც ახლა იგეგმება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის და ცენტრალურ აზიას, აქ ხო უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია. და ამ ორგანიზაციის ტრანზიტი სომხეთის გავლით არის მისასალმებელი ევროპისთვის, მაგრამ არა სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფით ამ ორგანიზაციის გარკვეულწილად სახმელეთო უკანონო გაერთიანებით და მოკლედ სომხეთზე თავდასხმის ლოგიკით და შესაბამისად ევროპა თავის ინტერესებსაც ატარებს, იმიტომ რომ თურქეთი არის პარტნიორი ევროპისთვის, მაგრამ რთული პარტნიორი, ეს ყველა მიცის ძალიან კარგად, ამიტომაც როგორც აზერბაიჯანი, იქაც განსაკუთრებული პარტნიორობა არის, ასე ვთქვათ, ხო, აგერ ვხედავთ რეზოლუციებს და ასე შემდეგ. ერთი მხრივ პარტნიორობა, მეორე მხრივ სირთულეები. ამიტომაც სომხეთზე კეთდება გეოპოლიტიკური გათვლაც და არა მარტო კულტურული და ასე შემდეგ, რომ სომხეთი აქ უზრუნველყოფს სტაბილურობას. თურქეთის და აზერბაიჯანის ასე იგი შუაში მყოფი ქვეყანა, რომელიც იქნება მყარად საკუთარ სუვერენიტეტში და ტერიტორიულ მთლიანობაში, უზრუნველყოფს თან იმას, რომ აქ იქნება მეტი პრაგმატულობა და სტაბილურობა. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, საფრანგეთი კონკრეტულად ამ მიზნისთვის იარაღს აწვდის სომხეთს, მაგრამ ეს პროცესი ასევე მნიშვნელოვნად შეფერხებულია. ზოგადად კანდიდატის სტატუსი რომ მოგცეს საქართველოს, იმ დროიდან დაიწყო იარაღის პირველი პარტიების ექსპორტი სომხეთში. და როგორც კი ქართულმა ოცნებამ დაიწყო deep state-ზე საუბარი, ეგრევე შეწყდა იქ იარაღის ექსპორტი. მე ვარაუდობ, რომ ეს იყო რუსეთის მოთხოვნა, რომ ეს ექსპორტი შეიზღუდოს და მიზანი იყო მარტივი. რუსეთს სჭირდება მოწყლადი სომხეთი. სასიხარულოდ ვაშინგტონში შედგა შეთანხმება და აზერბაიჯანისგან არანაირი ხელშესახები საფრთხე ამ მომენტისთვის და განჭვრეტად მომავალში არ არის, იმიტომ რომ ვაშინგტონის შეთანხმება ამას და პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია ამას აბალანსებენ, ასე რომ რუსეთი ვერ აღწევს მიზანს, ანუ დღეს სომხეთის შეიარაღების რაოდენობაზე არ დგას უსაფრთხოება როგორც ასეთი. ამიტომაც საფრანგეთი უფრო გრძელვადიანად უყურებს ამ საკითხებს. ანუ იმის თქმა მინდა რომ საქართველოს აქ და მე ვფიქრობ ამაზე ზოგადად გვჭირდება აქცენტის გაკეთება. იმის ნაცვლად რომ ეს გვესარგებლა ამ უნიკალური სიტუაციით, როდესაც სომხეთი გადიოდა რუსული გავლენის სფეროდან, მათ შორის შეიარაღებიდან, გადადიოდა საფრანგეთის შეიარაღებაზე. საქართველოს ხდებოდა ტრანზიტი და ძირითადად საერო თავდაცვის სისტემების და ჩვენი სამხედრო მთავარი პარტნიორი ევროპაში საფრანგეთი იყო საქართველოს გულისხმობ. მათ შორის ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, რომელიც დღემდე ძალაში არის, თანაავტორი არის სწორედ საფრანგეთი, იმის ნაცვლად რომ ჩვენს გვესარგებლა და მიგვეღო საერო თავდაცვის სისტემები, ერთობლივი გარკვეული შეიარაღება და თან იქნებოდა უნიკალური იმ მხრივ რომ აგერ მეზობელსაც ექნებოდა მსგავსი შეიარაღება და იქ ყოველთვის პოზიტიურია გინდა ამის შეიძლება ადგილობრივი წარმოებაზეც კი გვეფიქრა ბევრი რაღაცის. ამის ნაცვლად ქართულმა ოცნებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თან ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების განცხადების წინააღმდეგ, რომ მიზეზი არ არის, იმიტომ რომ სომხეთზე არანაირი სანქცია არ დევს. რუსული იარაღზე თუ გასაგებია ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა არის საფრანგეთზე გაურკვეველია მიზეზი და deep state-ების qalbi ნარატივი რომ არა საერთოდ არაფერი იქნებოდა. ამიტომ მე ვფიქრობ ეს კიდევ ერთი უბრალოდ დასტურია იმისა რომ ქართული ოცნება იმყოფება რუსეთის კონტროლის ქვეშ და რეალურად არ ატარებს საქართველოს ინტერესს, იმიტომ ჩვენი ინტერესი იქნებოდა გაძლიერება საქართველოს შეიარაღებული ძალების და მეორე მხრივ სომხეთის ცოტა გეოპოლიტიკურად და გეოსტრატეგიულად რო შევხედოთ, სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს ინტერესებში შედის მნიშვნელოვნად, იმიტომ რომ ეს აბალანსებს რეგიონში უზარმაზარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს. და აი ამ პროცესის მიღმაც რო დავრჩით საბოლოო ჯამში, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაკლისია ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქედან შეიძლება გვესარგებლა და შეგვიძლია ჯერ კიდევ ვისარგებლოთ. ეს არის ერთობლივი ლოგისტიკაც, ეს არის მათ შორის ერთობლივი ევროინტეგრაციაც, ეს არის ერთობლივი სამხედრო კავშირები და აი იარაღი და ასე შემდეგ, ხო, თავდაცვის შესაძლებლობები, მაგრამ ეს არის მათ შორის უფრო მეტი ინვესტიციების
ხელოვნურ ინტელექტში, ტექნოლოგიებში, ანუ საბოლოო ჯამში ძალიან დიდი პატივისცემით ყველა ქვეყნის მიმართ, მაგრამ ამ რეგიონში ამ მომენტისთვის სულ მცირე იკვეთება, რომ მხოლოდ საქართველო და სომხეთი არიან რეალურად ევროინტეგრაციის მსურველიც და დემოკრატიული ფასეულობების გამზიარებელიც. უბრალოდ საქართველოში ხალხი და სომხეთში თავრობაც და ხალხიც, ჩვენთან თავრობაშია პრობლემა. რომ არა ეს, მე ვფიქრობ, უნიკალურ შანსს მაინც ნელ-ნელა ვუშვებთ ხელიდან ერთობლივი ინტეგრაციის და უნიკალური ახალი რეალობის ჩამოყალიბების. გითანხმები გიორგი, პრინციპში თითქმის ყველაფერზე ვისაუბრეთ ამ მიმართულებით, რაც იყო, რამე თუ გაქვს დასამატებელი ამ მიმართულებითაც ეხება ამ სომხეთ ევროკავშირის და ამ სამიტის კონტექსტში შეგიძლია დაამატოთ თუ არა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუკა და ტერიტორიის მე-12 ეპიზოდი დასრულებულია. კიდევ ერთხელ მოუწოდებ ჩვენს მაყურებელს და მსმენელებს, ვინც აქამდე გვისმენდა განსაკუთრებით მათ მადლობას ვეტყვით და გამოიწეროს ჩვენი არხი YouTube-ზე, Spotify-ზე და ყველა სხვა პლატფორმაზე, სადაც ჩვენი პოდკასტი ქვეყნდება და შევხვდებით შემდეგ კვირაში, შემდეგი კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენების ანალიზით და მიმოხილვით. დიდი მადლობა.